მთვარე სასწორში. მთვარე სასწორში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ქარიზმატულები არიან, ძალიან ქალურები არიან, მაქსიმალურად ქალურები არიან. ნაზი, როგორ გითხრათ, რო შეხედავ, კუროზეც თქვი იგივე, რომ სასწორებს და კუროებს აქვს ეს მთვარე კუროში და სასწორში, რომ რო დაინახავ მიხვდები, რომ მთვარე კუროში ან სასწორში ყავს, იმიტომ რომ იმდენად ფარფატები არიან, რომ არ ვიცი, ძალიან ქალური ნიშანია. ასევე მთვარე სასწორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს სამართლიანობა და ზოგადად სამართლიანი იყოს როგორც თვითონ, ასევე მის მიმართ. ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სოციუმში, ვინ როგორ იქცევა და მათ შორის რომ მას კარგად მოექცნენ, მისთვის ძალიან, მისი პარტნიორი, მაგალითად პარტნიორი ყავს და მისთვის მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ხალხში მაგალითად. ან როგორ ექცევა მას, შეიძლება ის იყოს ერთ-ერთი დაშორების მიზეზი სხვათა შორის. შემდეგ თუ ამოგირჩიათ, всё. თქვენ მისი ხართ, რა ძალიანაც წასვლა და მოსვლა და გასვლა არ გინდოდეთ, არ მოგეშვებათ უბრალოდ. ასევე მთვარე სასწორებს უჭირთ ხოლმე არჩევნის გაკეთება, ეს თუ ის და შინაგანად ეს აქვთ ხოლმე. ასევე ძალიან სიღრმისეული ნიშანია ზოგადად ამ მხრივ გრძნობების კუთხით, მაგრამ თითქოს უჭირს გამოხატოს რა. შეიძლება მიგიშვას უცებ, შეიძლება უცებ გაცივდეს. რაღაცა ესეთი ისინი აქვს ხოლმე მთვარე სასწორებს. მოკლედ ვიდეოში უნდა ჩავეტიოთ, შესაბამისად მოკლე ვიდეოებს ვწერთ და შესაბამისად ამისა ამ განლაგებაზე ყოველ ვიდეოში ვიმეორებ, რომ მართლა ეხა იმდენი შეიძლება ისაუბრო, რომ საათობრივად გააგრძელო. ამიტომ თავში თქვენ ისე ვართ, აქ შევწყვიტავ და მე სხვა დროს კიდე შეიძლება რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს.